და კიდევ ერთი მინისტრის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს პირველი პირის შესაძლოა პირველი იყოს, ვინც ახალი მინისტრთა კაბინეტიდან ინტერესთა კონფლიქტში აღმოჩნდეს, თუმცა კახიკალაძეს ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე დღე იმისათვის, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედოს. ენერგეტიკის მინისტრს ენერგოსფეროში საკუთარი ბიზნეს წილები ჯერ კიდევ არ გაუსხვისებია. რა გაყიდა უკვე და რას ყიდის კახიკალაძე? ნახეთ იმედა დარსალიას რეპორტაჟში. Progress Bank-ი, Kala Capitali და აქციათა 45% საჰიდროენერგომშენში. ეს იმ კომპანიათა ჩამონათვალია, სადაც საკუთარი წილის დასხვისების პროცესი ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა უკვე დაიწყო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც მოგესწრებათ, მე გუშინ დავაკეთე განცხადება Progress Bank-ის ასე რომ ვთქვათ მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით, Kala Capitali-ის მართვასთან გადაცემაში დაკავშირებით, საჰიდრომშენს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც ძალიან მალე ყველასთვის ცნობილი გახდება გაყიდვა. ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, კახიკალაძემ თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღეში უნდა გაასხვისოს წილი ბიზნესში, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს ქმნის. თუმცა ამავე კანონით მას არ შეუძლია კუთვნილი აქციები ოჯახის წევრს გადასცეს. კახიკალაძეს როგორც ენერგეტიკის მინისტრს არ აქვს უფლება კანონით, რომ კონდეს თუნდაც წილი ისეთ საწარმოში, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკასთან. სხვა კომპანიებს პრობლემა არ აქვს, ანუ თანამდებობის პირს თუ ის კომპანიები არ შედიან ისი, ასე ვთქვათ, ორგანოს, ანუ იმ სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ არ ექცევიან, რომელშიც ეს ადამიანი მაღალ თანამდებობას იკავებს, ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის. ახალ მინისტრთა კაბინეტში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეზე საერთაშორისო გამჭვირვალობა რამდენიმე დღის წინათაც საუბრობდა. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ ქართული ოცნებიდან განმარტებაც კი მოითხოვა. საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებას მეორე დღესვე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და დაეფუძნება კანონის პატივისცემას და ის კანონის ფარგლებში მოიქცევა, რისთვისაც ვადა ჯერ კიდევ აქვს. პირველი, ვინც ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან მედიის ყურადღების ცენტრში ინტერესთა კონფლიქტის გამო მოხვდა, ამირან გამყრელიძეა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თანამდებობაზე უარი იმის გამო თქვა, რომ მისი შვილი სადაზღვევო კომპანია ალდაგი VCI-ის მმართველი იყო.